საბაკალავრო თემად ჰქონდათ ვაჟებ შაველა სტუმარ მასპინძელი. რა ტრადიციებია სტუმარ მასპინძლობის იაპონიაში, თქვათ, რომელიც საქართველოსაც მოერგებოდა და პირიქით რას წაიღებდით საქართველოდან იაპონიაში? აი ზოგადად ქართული სტუმარ მასპინძლობა და სტუმარ მოყალეობა ძალიან ერთგვარი მოვლენა ხო მთელ მსოფლიოში. მე მგონი სხვაგან მსგავსი არ იქნება. როგორ მიხარია ამის მოსმენა ბოდიში? არა, იცი. იაპონიაში ჩვენც ხო გარკვეულ დონეზე ვართ ხო სტუმარ მოყალეობაზე, მაგრამ აი იმ პოემაში სტუმარ მასპინძელში როგორც წერია, ისეთი მაგალ საფეხურზე არ არის ხო. და საერთოდ დამოუკიდებელი და განსაკუთრებული მოვლენა ჩემი აზრით რა. და ამიტომ დამაინტერესა და ზოგადად ვაჟებ შაველას პოეტური სამყაროც ძალიან საინტერესო იყო და არის ჩემთვის და ამიტომ გადავწყვიტე საბაკალავრო თემაზე ნაშრომი დავწერო.